მეცხრე საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში სპეციალური გამოშვებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში რთავ ჩინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში საგანგებო განცხადებას აკეთებს. ჩვენ გავხსენით დავადგინეთ იმ დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც დაკავშირებულია გიორგი ფარესაშვილის და სოთა პირადი ცხოვრების სამსახური კადრების ინტერნეტ სივრცეში გავრცელებასთან. შევეცდები ძალიან მოკლედ და ყველასთვის გასაგებად დავხსნათ, რასთან გვაქვს საქმე. პირველი, კადრები გადაღებულია წინა ხელისუფლების კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, ცხადია უკანონოდ, გიორგი ფარესაშვილზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მისი შეშინების, შანტაჟისა და ფარული თანამშრომლობისთვის იძულებით დაყოლების მიზნით. ანუ უფრო გასაგებად გადმობირებისა და რეჟიმის სამსახურში ჩაყენების განზრახვით. მეორე, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ეს და სხვა კადრები მიკროული იქნა და მათი გამოყენების საშიშროების თავიდან აცილების მიზნით დაილუქა დადგენილი წესით. თუმცა არ გვაქვს იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენელ ხელში არ არის მათი აცილები. მესამე, ამ და სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მინდობილი ჰქონდა ჩემს ყოფილ პირველ მოადგილეს გილა ხვედელიძეს. და მეოთხე, პირველად ჩემს რა თქმა უნდა ეს არის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი. ჩემმა პირველმა მოადგილემ გილა ხვედელიძემ სამწუხაროდ ჩაიდინა არა მარტო დანაშაული, არამედ მოხელისათვის და მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და ძალზე მტკივნეულად მიიღო მის მიმართ ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული პირადად ჩემი შეფასებით სრულად უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისამებები და გიორგი ფარესაშვილის შურიზიების მოტივით დამოუკიდებლად განათავსა ეს კადრები ინტერნეტ სივრცეში. მისი ფიქრით ანგარიშტორების ამ ფორმით შეწყდებოდა მის მიმართ წარმოებული ეს ცილისამებრული კამპანია. ჩემი ოფილი მოადგილი გილა ხვედელიძე დაკავებულია. მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ ჩემი დღევანდელი გამოსვლა იყოს ტრაპარეტული, ბანალური, რომ ჩემთვის რაც მოხდა არის ძალიან მძიმე. მე მინდა განმარტო, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და მაქვს ჩვეულებრივი მოქალაქეზე მეტი თმენის და რაც თავარია ყოველგვარი ემოციების გარეშე გაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების ვალდებულება. ამიტომ რაც მოხდა არის კანონისა სამართლიანობის აღსრულება და პირადად ჩემი მკაფიო მგზავნილი ყველა რანგის თანამდებობის პირის თითოეული საქართველოს მოქალაქის მიმართ მათი პოლიტიკური და სხვა შეხედულებების სოციალური ან სხვა კუთვნილების მიუხედავად. მე არ ვაპირებ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, შაგრავს ხელქვეითს იმისათვის, რომ დაიცვას მისი უფროსი. და ამით პირველ რიგში საკუთარი თავი გადაერჩინოს. ეს ეპოქა საქართველოში დასრულდა და დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება. მე მინდა მიმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა ოჯახს და საგანგებო თითოეულ პოლიციელს, ჩემს თითოეულ კოლეგას თანამშრომელს. მე ვარ და მომავალშიც ვიქნები თითოეული მათგანის მთავარი დამცველი. მაგრამ არავის და არასდროს არ უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა და კანონის დარღვევა. მით უმეტეს ამ ფორმით. სწორედ ეს არის საქართველოს ისტორიულ ევროპულ ოჯახში დაბრუნების ერთადერთი გზა. და ყველა სხვა გზა ეს არის დემაგოგია და პოპულიზმი. ასევე მე მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი, რომლის არსებობის რუდიმენტი ის სამარცხვინო ფაქტი, რაც განხორციელდა ამ რამდენიმე დღის წინ ჩემი ყოფილი მოადგილეს მიერ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პირდაპირ ეთერში ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროდ ვთავდით, სადაც მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა.